ირანი თავის ჰიბრიდულ აქტივობებს ცდილობს იქ, სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევა. ამ დროს ქართული ოცნება დუმს. მათ ჭირდებათ ირანი, მათ ჭირდებათ რუსეთი, მათ ჭირდებათ ჩინეთი. იმე შაღაბასის შემოსევებიო, შეიძლება უპასუხო. ხამენეის სურათის ფონზე სხვადასხვა რელიგიური რიტუალები ხდება რეკრუტირება ჩვენი თანამოქალაქეების. მისაღები ეს რეჟიმი არ იყო რამდენიმე წლის წინ მისაღები. მისი გავლენა იზრდება და რატომ არის ეს პოლიტიკური, ხო? საქართველომ დაკარგა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას ირანის სასარგებლოდ. სპეცსამსახური მოქმედებს იქიდან მხრიდან, აქედანაც უნდა მოქმედებდეს სპეცსამსახური. სრულად შეიტო სახელმწიფოზე უფრო მეტი შეიტები ვარ. ბევრი რაღაცა საზოგადოებაშიც არის შესაძლებელი. მოქალაქეებმა იგრძნონ თავი ამ ქვეყნის თანამესაკუთრეებად. საკუთარი ქვეყანა ააშენოს საკუთარი ხელით, საკუთარი შვილისთვის. სერიოზული პოლიტიკური ცოდნა ან დაკვირვება არ გჭირდება იმის გასაგებად, რომ ქართული ოცნების წევრები რამის ყოველ კვირა რო დადიან უკვე ირანში, რომ გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა, მხარდაჭერა თუ მწუხარება, დამატებული ის, რომ ქვეყანაში გაქვს უნივერსიტეტი, ინსტიტუტი, რომელიც ღიად არის დასანქცირებული და რომელიც დასანქცირებულია იმის გამო, რომ პრაქტიკულად არის ინკუბატორი ტერორისტების შენ ქვეყანაში, ეს უკვე საკმარისი უნდა იყოს იმის გასაგებად, რომ ქვეყანაში გაქვს პრობლემა ირანული გავლენების სახით. დამატებული ის, რომ ირანის ელჩი იმუქრებოდა და ამბობდა იმას, რომ ქვეყანაში რაღაცას მოაწყობდა, თუ საბოლოო ჯამში ისე წავიდოდა რაღაცები, როგორც ირანის ინტერესებში არ იყო და ამას ემატება ის, რომ ქვეყანაში დამატებით გამოდიან მაგალითად ირანის საელჩოს წინ ადამიანები, რაღაცა შეძახილებით, მხარდაჭერას უცხადებენ ირანულ რეჟიმს, იმართება გარკვეული ტიპის შეხვედრები და ამ დროს ქართული ოცნება დუმს. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს ვიღებთ პასუხად, რომ თურმე დასავლური ტიპის გავლენები შეიძლება საზიანო იყოს ქვეყნისთვის. როცა ამ მოცემულობამდე მიდიხარ, ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ ქვეყანაში გაქვს სერიოზული პრობლემა ირანული გავლენების, რომელსაც სჭირდება მიხედვა. უნივერსიტეტი, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში, არის დასანქცირებული არაერთი ქვეყნის მიერ და ეს არის უნივერსიტეტი, რომელთან კავშირში მყოფი ადამიანები არაერთხელ იყვნენ მხილებული დასავლეთში და ზოგადად ამერიკაში მათ შორის ისეთი ტიპის საქმიანობაში, რომელიც ეხებოდა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას ირანის სასარგებლოდ. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ადამიანები აორგანიზებდნენ, იყვნენ მონაწილეები ისეთი ტიპის პროცესის, როდესაც ვიღაც უნდა მოეკლათ. როცა გავსი ტიპის ინსტიტუტი გაქვს საქართველოში, რომელიც ერთი რომ მათ შორის ქართველებს იყვანს და უშვებს ირანში და დამატებით რასაკეთებინებს კაციშვილმა არ იცის და მეორე როცა ამ ქვეყნის წარმომადგენელი გამოდის და შენ გემუქრება და გეუბნება რომ ქვეყანაში თუ რაღაცები ისე არ იყო, როგორც მას უნდა, შეიძლება შენ სერიოზული პრობლემები შეექმნას, ლოგიკურია და ორი აზრი არ არის იმაში, რომ შენ რაღაც უნდა გააკეთო და ეს არის პრობლემა. ჩვენ გვესმის ირანის ელჩის განცხადებები, რომ მას აქვს ბერკეტი საქართველოში დესტაბილიზაციისა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გავლენა გაძლევს, ეს ამის თქმის უფლებას აძლევს თავს და ეს სერიოზულად ეს უკვე ამას ნიშნავს. გარდა ამისა, ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ არ გვახსოვს, თუნდაც ეს რიტუალები ასეთი სახით ჩატარებულიყო, ის ადამიანები და რომლებიც სინამდვილეში ამ რეჟიმის პირსისხლიანი რეჟიმის სახეები არიან, ყოფილიყვნენ რელიგიურ რიტუალის ნაწილი, მათთვის შეფიცება, მათი ერთგულების, ასე ვთქვათ, საჯარო დამტკიცებები ყოფილიყო ასეთი აშკარა, ასეთი მტკიცე და ასეთი ნებიანი, ასე ვთქვათ, ჩვენ ეს არ გვახსოვს, რა თქმა უნდა, და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, მათ შორის ისიც როგორი არის საქართველოს დღევანდელი თვითმარქვია ხელისუფლების დამოუკიდებლობა, როგორ ღონისძიებებზე ჩადიან ირანში, როგორია მათი პარტნიორობა მათთან, როგორ ხალხთან ერთად ესწრებიან ღონისძიებებს, როგორ ემეგობრებიან მათ. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თანამშრომლობა ამ ორ დამნაშავეთა ჯგუფ შორის არის ძალიან მჭიდრო და რა თქმა უნდა ეს არის საშიში. საშიში არის რამდენიმე რაღაცის გამო. ერთი იმიტომ, რომ ირანი ნაწილია ავტოკრატიული იმ ჯაჭვისა, რომელიც ძალიან მოძლიერებული იყო ბოლო ხანებში და ეს ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან ხალხის ნების მიუხედავად ხელისუფლებაში და არჩენაში და ეხმარებიან თუნდაც სანქციების თავის არიდებაში. ირანს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ამაში და რუსეთსაც ძალიან ეხმარებოდა საქართველოს გავლით მათ შორის სანქციების არიდებაში, ხო და ამით ისინი ხელს უწყობენ პირველ რიგში ერთმანეთის გაძლიერებას, რაც უფრო მეტი შავი ხვრელი იქნება, რაც უფრო მეტი არადემოკრატიული სისტემა იქნება, მით უფრო ადვილი იქნება ეს სისტემები გადარჩნენ დემოკრატიული სისტემიდან სანქციების ან ყველანაირი, ასე ვთქვათ, ბოიკოტის პირობებში, ხო? ამაში ეხმარება და გარდა ამისა საშიში ერთი ძალიან კონკრეტული მიდგომის გამო.
ირანს აქვს ასეთი მიდგომა, მას შემდეგ რაც ისლამური რევოლუცია მოხდა 1979 წელს იქ. ის ეძებს არა ეთნიკურ პარტნიორებს, არა ეთნიკ მოძმე ქვეყნებს, არამედ ის ეძებს რელიგიურ, ასე ვთქვათ, მოძმეებს იმ უმცირესობებში, რომლებიც არსებობს რეგიონში და მეორე ამას აქცევს პოლიტიკური იარაღად. ასე მოიქცა ის ლიბანში, როცა ჰეზბოლას შექმნა იქაური შიიტური უმცირესობისგან და მეორე ის აქცია პოლიტიკური იარაღად იმდენად, რომ ფაქტობრივად ის ძალიან ცოტა ხნის წინ მორჩა ეს სიტუაცია, აკონტროლებდა ფაქტობრივად ბეირუთს, დედაქალაქს, მას ჰქონდა ყველა ბერკეტი ამ ხელისუფლებაზე და პრემიერ-მინისტრი მოუკლავთ საერთოდ ჰეზბოლას ხელით, ხო? ლიბანის პრემიერ-მინისტრი როცა დასჭირვებეთ. იგივე საკეთებდა სირიაში ოღონდ ალავიტების ხელით, რომელიც ასევე რელიგიური უმცირესობაა, ბევრად უფრო ახლოს მდგომი შიიტებთან, იგივე საკეთებს იემენში ხუსიტების ხელით, იგივე ცდილობს ბაჰრეინში, სადაც ასევე შიიტური ძალიან სერიოზული მოსახლეობაა, ხო, დიდი რაოდენობით, იგივე საკეთებდა ერაყში, სადაც ასევე დიდი შიიტური უმცირესობაა, რომელიც მესამედია დაახლოებით სახელმწიფოს, ხო? იგივე ვხედავთ დღეს საქართველოში. არჩეულია ისევ ეს შიიტური უმცირესობა, რომელიც მათი დასაყრდენი შეიძლება იყოს და გადაიქცეს პოლიტიკურ გავლენას. იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ და ამომწურავად შევაფასოთ საქართველოში ირანის გავლენა და რისკი, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში შევხედოთ გეოპოლიტიკურ მოვლენებს. ხედავთ, რომ ირანს აქვს მზარდი გეოპოლიტიკური ამბიციები, ასევე მას აქვს ბირთვული ამბიციები და აქამდე თუ ამერიკის შეერთებული შტატები ნაკლებ რეაგირებას ახდენდა ამასთან დაკავშირებით, ახლანდელი ადმინისტრაციის ფარგლებში, მან უფრო ხისტი პოლიტიკა გამოიყენა ირანის მიმართ, მათ შორის სამხედრო ინტერვენციის მიმართულებით, რაც წესით სიერი მთავრობის ხელში ეს უნდა ყოფილიყო სასიხარულო საქართველოსთვის და მისასალმებელი, ვინაიდან ერთის მხრივ თავად ირანის უსტება ამით და მეორეს მხრივ ირანს თუ განვიხილავთ როგორც რუსული ქსელის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, მათ შორის რუსეთიც სუსტდება ირანის დასუსტებით. ჰაცენის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით შესამჩნევია, რომ ირანის გავლენები რეგიონში მცირდება და მათი თქმით ირანი ცდილობს, რომ იპოვოს სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც იქნებიან მისი საყრდენი ასეთ პირობებში და სამწუხაროდ ხელშემწყობი გარემო აღმოჩნდა სწორედ საქართველოში ქართული ოცნების ხელში. რაში გამოიხატება ახლა ეს? მაგალითად საქართველოში შესაბამისი გარემო შეიქმნა იმისათვის, რომ ირანმა შეძლოს სანქციების გვერდის ავლა, გარდა ამისა ფუნქციონირებს ირანული უნივერსიტეტი, ამასთანავე რეგისტრირდებიან ირანული კომპანიები, ტარდება ხამენეის სურათის ფონზე სხვადასხვა რელიგიური რიტუალები და ასევე მარშები. ეს ყველაფერი ჯამურად არის კატასტროფული რისკი საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ირანის გავლენები საქართველოში გაზრდილი არის, რისი ნათელი მაგალითიც არის იგივე მარნეულში ჩვენი თანამოქალაქეების მიერ აიათოლას შეფიცვა, ასე ვთქვათ და მოწოდებები, რომ ისინი მზად არიან შეასრულონ აიათოლას ნებისმიერი მოთხოვნა დაფიცება მის სახელზე, ანუ და ანალოგიური საკმაოდ მოზრდილი ჯგუფის დაახლოებით 1000 ადამიანამდე ჩვენი დედაქალაქის ცენტრში ირანის საელჩოსთან აიათოლას სურათებით ბრენდირებული მაისურებით და ბანერებით, ასევე ფიცის დადება და ერთგულების გამოხატვა აიათოლას მიმართ. ორი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს მოქალაქეები ერთი ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით იქნა დაკავებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მეორე სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემით იყო დაკავებული კუნძულ კრეტაზე ამერიკულ სამხედრო ბაზიდან იღებდა ინფორმაციას და შემდეგ დანიშნულების მიხედვით აწვდიდა. ეს ყველაფერი ზუსტად იმას მიუთითებს, რომ ირანული გავლენები რა თქმა უნდა მომატებული არის საქართველოში, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს თვითონ ქართული სახელმწიფოსათვის, თუ განვიხილავთ მაგალითებს, სადაც პოლიტიკურმა ისლამმა და ირანულმა გავლენებმა ფეხი მოიკიდა, არც ერთ ქვეყანას სასიკეთო არაფერი დამართეს. იგივე ლიბანის შემთხვევა რო განვიხილავთ, ქვეყანა რომელიც ერთ დროს ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად იწოდებოდა, მას შემდეგ რაც ირანული გავლენები გაიზარდა ამ ქვეყანაში, ფაქტიურად მათ შეძლეს სახელმწიფოში შეექმნათ უზარმაზარი ფულით და უზარმაზარი პოლიტიკური და სამოქალაქო გავლენებით, რამაც გამოიწვია რეალურად ლიბანის სახელმწიფოს კოლაფსი
და ეს ტერიტორია თავის მოსახლეობით ფაქტიურად იქცა ირანული გავლენების გამტარებელ ქვეყანად. სულ აგერ ბოლო პერიოდამდე ასე გრძელდებოდა და ეხლა რაღაც უკუ პროცესები მიმდინარეობს, რასაც ყველა მივესალმებით, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთი შედეგები მოაქვს ირანული გავლენების ზრდას ქვეყანაში, იგივე შეგვიძლია ვთქვათ სირიაში, იგივე შეგვიძლია ვთქვათ იემენში, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ერაყში, ყველა ქვეყანაში ძალიან ცუდი გავლენების მატარებელია და ქვეყნების სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს და რეალურად აქცევს პოლიტიკური ისლამის პოლიგონად ასეთ ქვეყნებს. გაიზარდა, რა თქმა უნდა, ირანის ზეგავლენა პირველ რიგში აქ გულისხმობთ ჩვენ რბილწალას. მაგრამ უნდა დავკონკრეტდეთ ამ შემთხვევაში, რომ ესაც რელიგიური რბილწალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს კონტექსტში ირანისთვის. თითზე ჩამოსათვლელია ალბათ ქვეყნები, შეცადოთ შეიძლება საქართველოს ერთ-ერთი გამონაკლისი იყოს, სადაც რბილი ძალის სახით რელიგიური პროპაგანდა შეუძლია ირანს, ანუ ისლამის იმ ვერსიის პროპაგაცია, რომელიც დღევანდელი ირანისთვის არის დამახასიათებელი და რატომ? პირველი რომ ყველაზე ახლოს თუ ვინმეს წარმოვიდგენთ, ხო ეს არის აზერბაიჯანი ირანისთვის. თანამოწმუნეობა, ისტორიული თანაარსებობის, ასე ვთქვათ, საუკუნოვანი გამოცდილება და მემკვიდრეობა, მაგრამ დღეს ირანს მთლიანად შეზღუდული აქვს ისლამის საკუთარი ვერსიის პროპაგანდის საშუალება აზერბაიჯანში. და საპირწონედ გამოიყენება საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობა. რა ქვეყნები შეიძლება ჩამოთვალოთ, სადაც ამის საშუალება აქვს ირანს. ერაყი, ლიბანი, აქ რბილი ძალა ირანს აჭირდება, იმიტომ რომ აქ სამხედრო ძალა რეალურად. ხო, თქვა. ხისტი პოლიტიკის, აქ რბილ ძალაზე არ არის ლაპარაკი. თქვა ხუთიებთან, ანუ ხუსიტებთან მიმართებაში, აქაც რაღაცა რბილი ძალის მომენტებიც არის, მაგრამ აქაც სამხედრო ფაქტორია ეს. საქართველოს შემთხვევა შეიძლება უნიკალური არის ამ შემთხვევაში, რადგან ის შეზღუდვები არ არის ირანისთვის, რაც არსებობს სხვა ქვეყნებში. ეს არ ახალი არის, მაგრამ ახალი არის გლობალური კუთხით საქართველოში, ასე ვთქვათ, პოლიტიკის შეცვლა, რაღაცა მრავალ ვექტორზე და რაღაცაზე ლაპარაკი, რომელიც გაუგებარი არის. 2020 წელს ამერიკელებმა მოკლეს ირანის სამხედრო ხელმძღვანელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სოლეიმანი, როგორი იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხელისუფლებათა რეაქციები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიუსამძიმრეს ირანს. საქართველოს პოზიცია იყო ასეთი, რომ ამერიკელებს აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ეს პროამერიკული განცხადება იყო. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ხედავთ სულ აბსოლუტურ ცვლილებას იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტის გასვენებაში ჩადის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შემდეგ ინაუგურაციაზეც ჩადის და დღეს ამ ფაქტის წინაშე ვდგევართ, რომ ოფიციალური ვიზიტი იგეგმება ამ სამყაროიარო პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა ირანში, როდესაც არავინ დასავლეთიდან ბუნებრივია არ არის მიწვეული ამ გასვენებაში. მე საერთოდ ვეძახდი ხოლმე საქართველოს ირანის ურთიერთობებს ასეთი ცივი, კეთილმეზობლური ურთიერთობები. იყო გარკვეული დისტანცირება, მაგრამ ნორმალური ურთიერთობები, რაც ასეც უნდა იყოს ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ ასეთა დაახლოება არ მგონია საქართველოს ინტერესებში, მით უმეტეს გრძელვადიან ინტერესებში შედიოდეს ირანში ამ რეჟიმის არსებობის პირობებში. სავარაუდოდ ეს გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებთან, დასავლეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა სამწუხაროდ რაღაც ასე ვთქვათ, რთულ
ასე ვთქვათ, ცხარე დისკუსიის ფორმატშია გადასული და შესაბამისად ახალი პარტნიორები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ასე ცივი სტრატეგიული ურთიერთობა გადავიზარდა უკვე თბილ სტრატეგიულ თანამშრომლობაში. აქვე ძალიან საინტერესოა საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ჩვენმა ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ღია კარის პოლიტიკა აირჩია, მრავალვექტორული პოლიტიკის კონტექსტში. ამან გამოიწვია ირანის ბიზნეს ჯგუფების რაოდენობის ზრდა, ბიზნესმენების რაოდენობის ზრდა საქართველოს შესაბამისად, რაც უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გვექნება, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა ირანს განახორციელოს არა მარტო პოლიტიკური, მათ შორის ეკონომიკური ინტერესების ინტერვენცია საქართველოში და შესაბამისად ეს ჯამში მისი ჰიბრიდული აქტივობის შესაძლებლობას იძლევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. სად შეძლო ირანმა ეს თავისი ასე ვთქვათ ჰიბრიდული ამოცანების გადაწყვეტა? შეძლო იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობდა გარკვეული რელიგიური ჯგუფები, რომლებთანაც მას უადვილდებოდა კომუნიკაცია. შეძლო იმ სახელმწიფოებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები იყო სუსტი და ვერ იყო ქმედითი და სადაც რეალურად არსებობდა თქო და დასავლური ვექტორების შესუსტების პოტენციალი. ახლა საქართველოში ეს რამდენად არის? ეს შესწავლის საგანია, თუმცა არის რაღაცა ტიპის კომპონენტები, რომელზეც კარგი დაფიქრების შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეალურად ირანს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს გარკვეული ტიპის ჰიბრიდული აქტივობები. მე ვფიქრობ, რომ უკვე საკმაოდ მასშტაბურად ახორციელებს, თუ გავიხსენებ რიგ მოქმედებებსა და რიგ განცხადებებს და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ეს რაღაცა მიჩუმათების საკითხის გვერდზე გადაწევის თემატიკა დამატებით პრობლემებს შექმნის მომავალში. სად ხედავთ, რომ ირანის ჰიბრიდული ოპერაციები რეალურად ხორციელდება? უბრალოდ შეიძლება მაგალითად როგორც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იძახის არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან სიტუაციის გაბუქება და თქვენ სად ხედავთ რეალურ ფაქტებს, რომელთაც შეიძლება იეჭვო, რომ აქ ირანის ჰიბრიდული ინსტრუმენტები წარმატებულად მოქმედებს? ეს ცოტა რთული საკითხი არის პირველი, რაც შედარებით გლობალურ პრობლემას მივადექით. საქმე ის არის, რომ ჩემი აზრით ირანს ბევრად შეეზღუდება დღეს მოქმედების არეალი, გამომდინარე იქედან, რომ უბრალოდ ეკონომიკური თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაშია. ყველაზე მეტი ინტერესი ჰეზბოლაჰის შენახვა არის იმისთვის და ამასაც ალბათ ასე ვთქვათ, ვერ გაწვდება, მაგრამ მეორე მხრივ არის რაღაცა იცით, სამი მომენტი ირანის ელჩის უკანასკნელი ასე ვთქვათ, აქტივობებიდან. პირველი ის იყო, რომ რატომღაც მიგვიწვია ქართველების ირანში დასახლების 410 წლის იუბილეზე, ანუ შაჰ-აბასის მიერ ქართველების გაწყვეტის აღსანიშნავად ხო, ასეთი საკმაოდ უცნაური, ზოგჯერ შეიძლება ჩაითვალოს, რომ არაადეკვატური გამოხმაურება მოყვა ხელისუფლების მხრიდანაც, ჩემთვის გაუგებარი პირადად. იყო კიდევ მუქარის შემცველი განცხადება, რომ ვინც ჩვენს გვერდით არ არის და ვინც სხვას ეხმარება ამ ომის მიმდინარეობის პროცესში, ის დაისჯება. და იყო კიდევ ერთი უცნაური განცხადება, რომ ირანს არასდროს უწარმოებია დაყრობითი ომები. მე შეეცადა, რომ შეეცვალა და ბოლო 200 წელიო, მაგრამ სინამდვილეში ითქვა ეს და უღრუბლო ირანთან ჩვენი ურთიერთობა ნამდვილად არ იყო, მაგრამ არის თუ გინდა ვთქვათ დაახლოებაზე ლაპარაკი, უზარმაზარი კულტურული რელიგიას ვაშორებ, უზარმაზარი კულტურული ზეგავლენა აქვს ირანს და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე გამორჩეული საუკუნოვანი კულტურის მატარებელი ქვეყანაა ეს და შუა საუკუნეებიდან მოყვება საქართველოს ეს ზეგავლენა. ამაზე შეიძლება გაამახვილო ყურადღება და არა რაღაცა სულიად განყენებული ამ შემთხვევაში, რომელიც ასე ვთქვათ, წინააღმდეგობრივი რაღაცა საკითხების წამოწევაზე გაუაზრებლად. სამწუხაროა ეს. ამ შემთხვევაში, რომ არავითარი პასუხი არ გაეცა მას დიპლომატიურ დონეზე, იმიტომ რომ ეს როდესაც გეუბნებიან, რომ აღარ იზეიმე შაჰ-აბასის შემოსევებიო და დიპლომატიური სადაც და უნდა უპასუხოთ ასეთ რაღაცას. როგორ შეიძლება უპასუხო ასეთ რაღაცას? გამორიცხული არის ეს. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ როდესაც ელჩი იძახის, რომ დასჯა შეიძლება მოყვეს
ხელისუფლების მხრიდან რაღაც კონკრეტულ ქცევას და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ქვეყნის შიგნით. შეიძლება ეჭვი გქონდეს, რომ მას აქვს ამის თქმის რეალური საფუძველი, ანუ მას უკვე აქვს აქ შექმნილი რაღაც გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც აძლევს ამის თქმის დაცულობას, შესაძლებლობას. კი ბატონო. ერთის პოზიცია ეს არის დედაქალაქის პოზიცია, ეს სალსახად ნათელია, შესაბამისად მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ეს გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას. სახელმწიფომ ჩათვალა, რომ იმ კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაში, კონკრეტულ სახელმწიფოში, კონკრეტულ დიპლომატს, მაღალი რანგის დიპლომატს უნდა გაეკეთებია ეს განცხადება. რას ეფუძნებოდა, ძნელი სათქმელია, ალბათ არსებობს შიდა კვლევების, შიდა ინფორმაცია, ფაქტია, რომ კონკრეტულმა დედაქალაქმა თავისუფლება მისცა მისი სპიკერის, მისი დიპლომატის მეშვეობით გაეკეთებია ასეთი ტიპის განცხადების. იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის საფუძველი ასეთი ტიპის განცხადებისა მას ჰქონდა. თუ შევადარებთ ასე უკანასკნელ რამოდენიმე 10 წელს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში რამოდენიმე წლის წინ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ცნობილია ეს ელჩი თავისი რაღაცა უცნაური განცხადებებით, მე მგონი წინა როტაციის დროს მას გარკვეული ტიპის პრობლემები კონკრეტულ სახელმწიფოში გააჩნდა. შესაბამისად, მისი აქ ყოფნა და მისი აქ ამ მისიაში მისიის ხელმძღვანელობა გარკვეული ტიპის ამოცანას ემსახურება. თეირანი გამოირჩევა საკმაოდ ძლიერი დიპლომატიური ურთიერთობებით, ის აღიარებულია როგორც ასეთი, ეს აჩვენებს მოლაპარაკებებიც უახლოეს პერიოდში გავლილი მოლაპარაკებები. შესაბამისად, მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, მისი ასეთი ტიპის განცხადება, მისი სხვადასხვა ტიპის მოქმედებები, კოოპერაცია საქართველოს ხელისუფლებასთან არის ზუსტად გაზომილი, დაფუძნებული კონკრეტულ ინფორმაციაზე და კონკრეტულ ახლოვადიან თუ გრძელვადიან, ასე ვთქვათ, მოლოდინებზე. ფაქტად საჯაროდ ვხედავთ, რომ ოპერაციებში, რომელიც ირანის სასარგებლო ოპერაციებია და მიმართულია ან ირანის მოწინააღმდეგეების მიმართ, ან დასავლური ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ, საზღვარგარეთ ჩართული არიან ადამიანები საქართველოს პასპორტით. ანუ ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი მოქალაქე მიდის სხვა ქვეყანაში, რომ შეასრულოს ირანისთვის სასარგებლო საქმე. ეს ერთი ფაქტი. და მეორე ფაქტი ის, რომ ჩვენთან არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც ეჭვი გქონდეს, რომ გარკვეულწილად რეკრუტირებაში არის ჩართული ამ ადამიანების. ანუ ეს რაღაც ორი ფაქტია, რომლის დაკავშირება ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს რეკრუტირება რეალურად ხდება და ჩვენთან ხდება. სრულიად საკმარისია ეს ორი ფაქტი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ირანის შესაბამისი სტრუქტურები, სპეცსამსახურები, რომლებიც სოფლიოში აღიარებულები არიან როგორც ერთ-ერთი საინტერესო და მოქნილები და საკმაოდ სერიოზული სპეცსამსახურები, ამას ჩვენ ხედავთ, ოპერირებენ, ასე ვთქვათ, მოქმედებენ საქართველოს მოქალაქეთა სივრცეში და ქმნიან შესაძლებლობის ფარგლებში, ქმნიან ოპერატიულ პოზიციებს, ასე ვთქვათ, პროფესიულ ტერმინს ვიხმართ და ცდილობენ მათი შესაძლებლობების გამოყენება სხვადასხვა დაინტერესების სფეროებში, მიმართულებებზე თუ ქვეყნებში. ერთი მახსოვს შემთხვევა, როდესაც კონკრეტული სამხედრო ბაზის ფოტოგრაფირებას ახდენდა კონკრეტული საქართველოს მოქალაქე და საჯაროდ ცნობილი ფაქტები სასულიერო რელიგიური სასწავლებლებში მოსწავლეს მოქალაქეების შესაძლო რეკრუტირების თემაზე, ეს საჯაროდ აღიარებული ფაქტია, დიახ, რა თქმა უნდა. როდესაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს გარკვეული ტიპის მოქმედებებს, კონტრსაადაზვერვო ან კონტრუსაფრთხოების ზომებს, მოწინააღმდეგე სპეცსამსახური აუცილებლად გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს. ვინაიდან ირანს აქვს დიდი გამოწვევები, ირანი წლებია, ათეული წლებია იმყოფება საკუთარი თავის დამკვიდრების პროცესში, მას აქვს დიდი პოლიტიკური, მათ შორის სპეცსამსახურების დონეზე ამბიციები რეგიონში და ამ ამბიციების გადაწყვეტისათვის იგი გამოიყენებს ყველანაირ რესურსს, ცხადად ხედავთ, რომ იყენებს კიდევაც. სად მოხდა რეკრუტირება, როგორ მოხდა, რის საფუძველზე მოხდა, გამოყენებული იყო თუ არა რელიგიური ფაქტორი, მატერიალური ფაქტორი ან სხვა, თქვა კომპრომატები თუ ასე შემდგომ, ეს უკვე სპეციფიური კვლევის საგანია, ალბათ სპეცსამსახურებს ექნებათ ამაზე ინფორმაცია, ჩვენ შეგვიძლია სამივე ვერსია, 4-ვე ვერსია დავუშვათ, რომელიმე კონკრეტული ფაქტი იქნა გამოყენებული იმისათვის, რათა საქართველოს მოქალაქე ნებსით თუ უნებლიეთ, პირადი ინტერესით თუ ბრმად გამხდარიყო ირანის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი და მათი ამოცანების შემსრულებელი. ეგ არის საფრთხე, იმიტომ რომ ირანის კონკრეტული სპეციალური სამსახურის შესაბამისად ირანის სახელმწიფო სისტემა ახდენს
საკუთარი პოლიტიკური, სადაზვერვო უსაფრთხოების თუ რა ვიცი, სხვა ტიპის ინტერესების რეალიზებას საქართველოს მოქალაქეთა რესურსების გამოყენებით და საქართველოს ტერიტორიაზე, ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს არის კვლევის საგანი, ეგ არის გამოწვევა და ეს უნდა გახდეს შესაბამისი სტრუქტურების, შესაბამისი როგორც სპეციალური სამსახურების, ასევე სამოქალაქო სამსახურების აქტიური კვლევის საგანი. ირანს რო საქართველოში გავლენების გაძლიერება სჭირდება და ეს მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამას დიდი ალბათობით არავინ არ დაუს, მაგრამ ამას როგორ აკეთებს და ვინ ეხმარება ამის გაკეთებაში, არის ძალიან სწორი კითხვა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში მათი გავლენების გაძლიერება, რო არა ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, რა ტიპის ნაბიჯები არის გადადგმული ქვეყანაში, როგორი არის ურთიერთობა როგორც თვითონ სახელმწიფოსთან, ისე საელჩოსთან, მათ ორგანიზაციებთან, ლოგიკური არის იმის თქმა და რეალურად ქართული ოცნება მათ ეხმარებათ იმაში, რომ მათი გავლენები გაძლიერდნენ. დამატებით და შეიძლება პარალელურად დავიღოთ დასავლეთი, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერს უზღუდავენ და მეტიც, უბრალოდ სიტყვის ამოღების გამო შეიძლება ქართული ოცნების სერიოზული პროპაგანდა ან უბრალოდ ინსტიტუტის კვლევის გამო დაიწყოს გამოძიება. კვლევის გამო, რომელიც უნდა გაფიქრებდეს და იყოს ამ შემთხვევაში სტიმულატორი იმისა, რომ შენ ამაზე მუშაობა, პრობლემაზე მუშაობა დაიწყო, ამ დროს ამ პრობლემას ხელს აღფარებ, ამბობ, რომ რეალური დამნაშავე არის ადამიანი, რომელიც პრობლემაზე გესაუბრება. როცა გაფსი ტიპის სისტემა გაქვს ქვეყანაში, ესე იგი ეს არის სისტემა, რომელიც ამ შემთხვევაში ირანულ რეჟიმს ეხმარება საკუთარი გავლენების გაძლიერებაში. ჩვენ არ გვინახავს არც ერთხელ, არც ერთი კომენტარი ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც აკრიტიკებდა ირანის ელჩს, აკრიტიკებდა მათ წარმომადგენლებს, მაგრამ გვაქვს უამრავი კომენტარი დანახი, როგორ ებრძვიან და როგორ ესხმიან თავს ჩვენ დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ რთული გასაგები არ უნდა იყოს ის, რომ დღეს საქართველოში ასეთი რაღაცები ხდება არა მხოლოდ ირანის, მათ შორის ჩინეთის, მათ შორის რუსეთის, არის მხოლოდ ერთი რაღაცის ბრალი. იმის ბრალი, რომ ქართული ოცნება ამ ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობას და უფლებას აძლევს. ხელისუფლების პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს ირანის რეჟიმთან თანამშრომლობას, ისევე როგორც იმ ქვეყნების ხელისუფლებები თავის დროზე გარკვეულწილად ხელს უწყობდნენ ირანთან დაახლოებას, რომლებთანაც დღეს უკვე ფაქტობრივად პრობლემები აქვს ირანს, იმიტომ რომ იქ პოლიტიკური გავლენის მოპოვება შეეცადა, მაგალითად ლიბანის, იმიტომ რომ ადამიანებს ახასიათებთ ხო საკუთარი რაღაცა ბინძური სურვილების გამო რაღაც კომპრომისებზე წასვლა საკუთარი სამშობლოს წინაშე და ჩვენ ამის მომსწრეები ვართ ახლა ქართული ოცნების პირობებში ჩვენ ხედავთ ძალაუფლების შესანარჩუნებლად როგორ ყიდიან საქართველოს ინტერესებს, ხო? აქედან გამო მათ ჭირდებათ ირანი, მათ ჭირდებათ რუსეთი, მათ ჭირდებათ ჩინეთი, მათ ჭირდებათ ის კავშირი, რაც ამ ქვეყნებს ერთმანეთთან დააქვთ, მათ ჭირდებათ საკუთარი როლი ამ ხალხისთვის სანქციების თავიდან არიდებაში, დახმარებაში, რაც მათ ფუნქციას აძლევთ, რომ ამ ხალხმა რაღაცნაირად იქნებ გადაურჩინოთ ეს ძალაუფლება და ძალიან კარგად იციან, რომ ქართულ ხალხს ისინი ძულს და არაფრით არ ეკნებათ დემოკრატიულ პირობებში გამარჯვების შანსი. სწორედ ამიტომ მათი ერთადერთი შანსი არის აი ამ შავბნელ ხალხთან ერთად ცადონ ძალაუფლების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ ის ფაქტები ჩვენ ვააშკარავებთ ესეთ ირანული გავლენის პირდაპირ ცდას არის მხოლოდ აღსარებლობაში ხელი შეშლის ცდელობა. ეს არის სისულელე და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მაგალითად შიიტებს იმაზე დიდი მოსისხლე მტერი ვიდრე აიათოლა ხომეინი ან ხამენეი სინამდვილეში არ ყოლიათ. ისტორიულად რო აიღოთ, ვინც არიან მათი დიდი მუსრველები ან ტყები, რაღაც ჰარუნ არ-რაშიდი იქნება, ხო აბასიდი ხალიფა თუ სელიმ პირველი ოსმალი დიდი იმპერატორი, რომელსაც ძალიან ბევრი სულთანი, რომელსაც ძალიან ბევრი შიიტი დახოცა, ხო სინამდვილეში ახლოს ვერ მოვა იმასთან, რაც ხამენეიმ და ხომეინიმ გააკეთეს. იმიტომ რომ 1979 წლიდან დღემდე რო აიღოთ მილიონიდან 2 მილიონამდე შიიტი მსხვერპლი ეყოლება მათ რეჟიმს. მარტო მხოლოდ ერთი წელი რო 1988 წელს მაგ პოლიტიკური ფატვა გამოსცა ხომეინიმ, რომელიც მიხედვით 5-დან 30000-მდე მარტო პოლიტიკოსი, ანუ ისეთ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი მოკლეს ოჯახიანთ ბავშვები და ცოლებით და გაქრნენ უბრალოდ ამ ხალხს. ამას დამატებული ირან-ერაყის ომი, სადაც 100,000 ადამიანი შეიწირეს და შიიტი ამას დამატებული 100,000 ადამიანი, რომელიც აწამეს და ცოცხალი გადარჩა, მაგრამ დაინგრა იმ ოჯახებს და მათ ცხოვრებას ფაქტობრივად ყველა ბედნიერების შანსი და ასევე ლიბანი, სირია, იემენი, ის ქვეყნები, სადაც 100,000 მსხვერპლი ნახა მათმა პოლიტიკამ, ხო? სინამდვილეში არც ერთი თავმოყარე შიიტი არ უნდა ადიდებდეს ამ ხალხს, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველაზე დიდი მუსრელები და გამოუბედურებლები შიიტების ესენი არიან. ამასაც თავი დავანებთ, არსებობს მაგალითად ნაჯაფი, რომელიც არის რელიგიური ცენტრი, ხო, შიიზმის ყველაზე უფრო ტრადიციული და იქ არის სხვა აიათოლა ალ-სისტანი, რომელიც
ეწინააღმდეგება ამ ირანულ გავლენას. მის სურათებს მე ვერ ვხედავ. და ეს ძალიან კარგი ტესტი არის იმისთვის, სინამდვილეში რა ხდება, ვისი გავლენა იზრდება და რატომ არის ეს პოლიტიკური, ხო? იმიტომ რომ ამ ადამიანის სურათებს მე ვერ ვხედავ. მიხედავთ იმისა, რომ ის უფრო ტრადიციული ეს შიიტური ცენტრიდან ქადაგებს დღეს და ქადაგებს სწორედ იმ შიიტური ისლამის წინააღმდეგ, რომელიც მოდის თეირანიდან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კონკრეტული დოქტრინა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ვერ ხედავს თავისუფლების ადგილს, ვერც რელიგიურ ნაწილში, ვერც სამოქალაქო ნაწილში. და ეს არის ძალიან საშიში დოქტრინა, რომელშიც ცხოვრებასაც არავის არ უსურვებთ. თავისთავად ცხადია, რომ როდესაც ქვეყანას ყავს პრორუსული სახელმწიფო, მას მოუწევს, რომ ირანთან კონდეს მჭიდრო კავშირი, ვინაიდან როგორც თქვით, ირანი არის სწორედ რუსეთის ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირე და საყრდენი. ნორმალურ პირობებში ქვეყანაში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მათ შორის სუსის უსაფრთხოების ინსტიტუტი, რომელიც მსგავსი გავლენების შემჩნევასა და შემდეგ მასზე რეაგირებას მოახდენს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს ინსტიტუტები არის მთლიანად მოქცეული პოლიტიკური ძალის და გავლენის ქვეშ. შესაბამისად, დღევანდელი ინსტიტუტები, მათ შორის სუსი, მთლიანად ექვემდებარება ქართულ ოცნებას და არ შეიძლება გაგვაჩნდეს იმის მოლოდინი, რომ ისინი სწორ რეაგირებას გააკეთებენ პირიქით, მათი ხელშეწყობით ხდება, რომ ეს ძალები მომძლავრდნენ საქართველოში. როდესაც ვამბობთ, რომ იგივე ხამენეის სურათის ფონზე ვხედავთ, რომ ჩატარდა რელიგიური რიტუალები, გარდა ამისა მოეწყო მარში, როდესაც ვლაპარაკობთ და უპირისპირებთ ერთმანეთს, მაგალითად რელიგიის თავისუფლებას და რელიგიის სტიგმატიზაციას და მეორეს მხრივ უსაფრთხოებას, ყოველთვის არსებობს განხილვა და დებატი, რომ ერთი უფლების შეზღუდვა შეიძლება მეორეს აკნინებდეს, მაგრამ არ შეიძლება ეს განვიხილოთ როგორც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა. ვინაიდან დღევანდელი ირანული ძალები მთლიანად წარმოადგენენ ტერორისტულ დაჯგუფებებს. დასტური არის სწორედ ის, რომ მაგალითად თავად აიათოლა არის სანქცირებული ევროკავშირის და დასავლეთის მიერ. გარდა ამისა, ისედაც მიიჩნევა დასავლურ სამყაროში, რომ ეს რეჟიმი არის ტერორისტული. არანაირად არ არის უცხო, რომ თვითონ რელიგიის გამოყენება ხდება ასეთი რეჟიმების მიერ, როგორც ინსტრუმენტი იმისათვის, რომ სწორედ გაიმყარონ მათი ძალაუფლება და ჩაიდინონ დანაშაულები სწორედ მათ შორის თავიანთი ხალხის მიმართ და პირველ რიგში თავიანთი ხალხის მიმართ. და შემდეგ ეს გავლენები და ეს იდეოლოგია გაავრცელონ უკვე სხვა ქვეყნებში. მაგრამ როდესაც ესე იარაღად გამოყენება ხდება, რას აკეთებ ასეთ დროს? იარაღს კი არ კრძალავ, ანუ ამ შემთხვევაში რელიგიას კი არ გრძალავთ ისლამს მთლიანად. არამედ ცდილობ, რომ ეს იარაღი გამოაცალო ამ ძალებს ხელიდან და ამითი პირიქით იცავს სწორედ იმ ადამიანთა რიცხვს, მაგალითად საქართველოში იცავ იმ მუსლიმთა რიცხვს, რომლებიც მართლად ჭეშმარიტად არიან ისლამის მიმდევრები და საქართველოში თუ გვინდა რომ თუნდაც მუსლიმთა უფლებები და უსაფრთხოება იყოს მეტად დაცული და მათ შორის არ მოხდეს მათი სტიგმატიზაცია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ებრძოლოთ ამ ძალებს და მოხდეს სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ სწორი რეაგირება. გარდა ამისა, როდესაც გვესმის ეს არგუმენტები, რომ ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ ასეთი საუბრით ისლამის მიმართ რაღაცა სახის სტიგმატიზაცია, მაშინ თუნდაც იგივე სახის საუბარი რატომ არ მიმდინარეობს აჭარის რეგიონის მიმართ და ჩვენ როდესაც ირანის პრობლემაზე საუბრობთ, ყურადღებას ვამახვილებთ სწორედ ქვემო ქართლზე და ქვემო ქართლშიც არსებულ კონკრეტულ აქტივობებზე, დაჯგუფებაზე. შესაბამისად, ეგეთი სახის არგუმენტი, რომ ამან რამე სახით შეიძლება რომ გამოიწვიოს სტიგმატიზაცია, პრინციპში აზრს მოკლებულია. ხელისუფლების პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში პირდაპირ ვთქვათ სამარცხვინო არის. ოცნების დეპუტატი წილოსანი გამოვიდა და თქვა, თითქოს ეს იყო რელიგიურ აღსარებლობაში ჩარევა, ესეთი გამონათქვა მიიხმარა, რომ მიეცით ხალხს თავისუფლად რელიგიური რიტუალების ჩატარების საშუალება. ქართული ოცნების ხელისუფლება ტრადიციულ ისლამს თავისი პროქსი ჯგუფებით გვახსოვს ალბათ მრავალგზის ებრძოდა და ჩვენ გვახსოვს მეჩეთებზე მიჭედებული ღორისთავი, გვახსოვს ესეთი მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც არ აძლევდნენ ლოცვის საშუალებას და რელიგიური რიტუალების ჩატარების საშუალებას, იქნებიან ეს ჩვენი სუნიტი თანამოქალაქეები თუ შიიტი თანამოქალაქეები. ნახავთ, რომ ხელშეწყობა ტრადიციული ისლამის მიმდევრებს ამ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან არ აქვთ, მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს გაუჩნდათ მათ სურვილი
ხელი შეუწყონ პოლიტიკური ისლამის გავრცელებას სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ჩვენი მოქალაქეები, ქართველი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. პრინციპში ეს მოტივებიც გასაგებია, როცა იზოლაციონიზმის პოლიტიკას ეწევი დასავლურ სამყაროსთან, მოკავშირეები რჩება მხოლოდ ირანი, რუსეთი და ჩინეთი. და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ხელს უწყობენ თუნდაც ფინანსური ნაკადების შემოდინებას ასეთი პროქსი ჯგუფების დასაფინანსებლად ამ ქვეყანაში. იგივე ალი მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც თითქოს და მას ლიცენზია არ აქვს, მაგრამ საუნივერსიტეტო მოღვაწეობას ახორციელებენ, ხდება რეკრუტირება ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ ახალგაზრდული ასაკიდან, შემდეგ მათ აგზავნიან სხვადასხვა ქვეყნებში თითქოს რელიგიური ცოდნის გასაღრმავებლად, ამ დროს ხდება მათი უფრო ღრმა რეკრუტირება და ნელ-ნელა ეს ჩვენი მოქალაქეები ხდებიან უკვე აი პოლიტიკური ისლამის მიმდევრები და რეალურად წარმოადგენენ ირანულ პროქსი ჯგუფებს საქართველოში. დასაყრდენი მათი ეს არის. პირველი პრობლემა რა არის? პირველი პრობლემა არის კი რაღაც შეთანხმება, ანუ მემორანდუმი ურთიერთგაგები, განზრახვების შესახებ შედგა, თქვათ, ამერიკასა და ირანს შორის, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ გულისხმობს და ეს ადვილი პროცესი არ არის, რომ ირანს სანქციები მოიხსნება. ირანი არის ქვეყანა, რომელიც მიეჩვია სანქციების ქვეშ არსებობას და სანქციებისთვის გვერდის ავლას. ჭორების დონეზე, რა თქმა უნდა, არის, რომ საქართველოც არის ერთ-ერთი ხაზი ამ სანქციების გვერდის ავლას. ირანი დაინტერესებულია მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, საქართველოს გამოყენებით, განსაკუთრებით როგორც ტრანზიტული გზისა. ირანი დღესაც არის საერთაშორისო სამართლებრივი სისტემიდან ამოვარდნილი სახელმწიფო. რაში ჭირდება, რა თქმა უნდა, საქონლის გასაღება და რა სახით 1000 ფორმები არსებობს ეს, რომ შემოტანა რაღაც საქონლის, შემდეგ სხვა დამღის დასმა ამ საქონელზე და ასე შემდეგ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ ხრივ საქართველოს რაღაც გამონაკლისი არ არის. პრობლემა არის ის რაღაცა გაუგვებარი მრავალ ვექტორული პოლიტიკა, რას ნიშნავს ზუსტად ახლა. საჯაროდ ჯერჯერობით ჩვენ ასეთ ინფორმაცია არ გვაქვს, უბრალოდ სიმბოლური რაღაცა მომენტებიდან შეიძლება ვიმსჯელოთ პრეზიდენტის ვიზიტი თუ რაღაც განცხადებებზე პასუხის არ გაცემა, თქვათ, ის რიტუალი, რომელიც ჩატარდა, რელიგიური რიტუალი, რომელიც პოლიტიზებული იყო, აიათოლა ხამენეის პორტრეტებით მეჩეთში, მე ვთქვათ, რაღაც სურათები გამოფინეს, რომ თქვათ, დასავლეთში, სადაც ქუჩაში ვიღაცამ გამოიტანა ეს სურათები. აქ სულიად სხვადასხვა მოვლენა არის. აქ არის ირანისადმი დამორჩილებული ირანის მიერ აგებულ მეჩეთში, ირანის დაფინანსებით აგებულ მეჩეთში, ირანის მხარდამჭერი, დღევანდელი რეჟიმის მხარდამჭერი სასულიერო პირების გამოსვლა, რომ ხას უჭერენ აი ამ რეჟიმს, ხო? მისაღებია ეს რეჟიმი, არ იყო რამდენიმე წლის წინ მისაღები, ხო, საქართველოსთვის. ვიცოდით, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? არაფერი ოფიციალური განცხადება არის, რომ ეს იყო მხოლოდ რელიგიური რიტუალი. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ამას როგორც პრობლემას არ ვაღიარებთ რა. ანუ მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია და სწორედ რომ სახელმწიფოს ამოცანა არის დაინახოს ეს როგორც პრობლემა. შეიძლება ხედავს, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ საუბრობს, ესეც მისაღები ფორმაა, თუმცა თუ ვიმსჯელებთ იმ ფაქტები და გარემოებებით რა ტიპის რეაქციები აქვს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ უნდათ რომ დაინახონ ეს როგორც პრობლემა. რაც შეეხება სანქციების პირობებში ირანის არსებობას, ეს მისი ცხოვრების, ასე ვთქვათ, არსებითად შემადგენელი ნაწილია. მე ვფიქრობ, რომ რომც მოუხსნან სანქციები, ისინი მაინც შეეცდებიან ამ რაღაც სანქციების გვერდის ავლის მექანიზმები კვლავ დატოვონ, ვინაიდან ეს მათი, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური აქტივობის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია და დღეს არსებული ქართულ-ირანული ეკონომიკური ურთიერთობები დიდი მასშტაბის არ არის, მაგრამ იმაზე დიდია, რაც უნდა იყოს, ასევე საქართველოში არსებული ირანული კომპანიები, რომელთა მიმართაც გარკვეული ბუნდოვანება და გარკვეული კითხვები არსებობს, დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება ირანის საგარეო
პოლიტიკური, ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტის ნაწილში, რა შედის ამ ნაწილში, ამაში შედის პირველ რიგში სანქციებისათვის გვერდის ავლა და თავისი რაღაცა ეკონომიკური ინტერესების გატარება. სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა აღიაროს აუცილებლად, რომ ეს არის პრობლემა, შექმნას მექანიზმები, შექმნას ასე ვთქვათ, ან სამეთვალყურეო ჯგუფი, ან დახურული ფორმატის რაღაცა სათათბირო ორგანო, რომლებიც სხვა პრობლემებთან ერთად მათ შორის იდეიდან მომდინარე საფრთხების შეფასებას გააკეთებს, ეს უნდა იყოს არა მარტო თქვა სპეცსამსახურებით, მათ შორის საგარეო ურთიერთობებით, მათ შორის ექსპერტებით, მათ შორის ეკონომისტებით, ფინანსისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც დადებს კონკრეტულ ნაბიჯებს, დადებს კონკრეტულ ხედვას და უნდა იმოქმედონ ამ ხედვის პრაქტიკულ რეალიზებაში. პირველი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ეს მივმალოთ საკითხი იმ იმედით, რომ ეს საკითხი თავისით გადაწყდება ოდესმე. თავისით ეს საკითხი არასდროს არ გადაწყდება, ეს საკითხი ასე ვთქვათ დუმარე დუღილის პროცესში იქნება და საბოლოო ჯამში თავს წარმოაჩენს, თუ უკვე არ აქვს წარმოჩენილი ჩვენ არ ვიცი ჯერ რეალურად არ აგვაქვს წდომა იმ სენსიტიურ მონაცემებთან, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. იმას თუ გავითვალისწინებთ, ზოგადად ირანი სხვა ქვეყნებში თავისი გავლენის გაფართოებას როგორ იწყებს და მე ის ქვეყნები როგორ ამთავრებენ, ჩემი აზრით რეალური მიზეზი გვაქვს რომ გვეშინოდეს. მეორეს მხრივ დამოკიდებულება ამ საფრთხის მიმართ ხელისუფლებაში თუნდაც ჩვენს მედია სივრცეში ამ საფრთხის მიმართ არის ისეთი თქოს არ არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლის ნინო წილოსანის თქმით, ირანული გავლენაზე აქ საუბარი არ არის, თუ რა მავნებლური გავლენა იყო, როგორც თვითონ იძახის, ეს არის დასავლური გავლენები არასამთავრობო სექტორში და ამას ჩვენ ვებრძვით მავნე გავლენებს, ანუ ერთის მხრივ საპირწონეთ დააყენა არასამთავრობო ორგანიზაციების და ანუ დასავლური თანხები აქ რაღაც პროექტებზე, ხო? და მეორე მხარეს აი ეს რაც ხდება, რომ ტერორისტების ფოტოებით მომრავლდა ხალხი ჩვენს ქუჩებში და ასევე მუქარა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგაც გაიცმა, ამაზე ამბობს, რომ ეს არის უბრალოდ რელიგიური რიტუალი და თქვენ, ასე იძახის, თქვენ ხელს უშლით აი ამ საკითხის წამოწევით რელიგიურ რიტუალის განხორციელებაში. აი ამ ნაწილში მაგ კითხვა ჩვენი ესეთი საუბარი რამდენად არის რეალურად რელიგიურ რიტუალში ხელი შეშლა, ანუ რამდენად შევდივართ აქ რელიგიის მიმართ დისკრიმინაციაში. იცით რა არის ეს თვითონ რამდენად მართალია წილოსა? ხო, რამდენად მართალია, ხო, მგონი ჩანს რომ არ არის მართალი. ფაქტია რომ რელიგიური რიტუალის პოლიტიზაცია ხდება, პოლიტიზება ხდება, ახლა არ ყოფილა შემთხვევა, ახლა ეს რიტუალი შიიტიზმისთვის დამახასიათებელი რიტუალია და თბილისშიც ტარდებოდა შიიტურ დღეს დანგრეულ შიიტურ მეჩეთთან და ასე შემდეგ, მაგრამ პერიოდში თქვათ შახი იყო ირანში და მის პორტრეტს არავინ სულიად გაუგებარია ხო, მაგრამ მეორე მომენტი არის რა კიდევ ვიმეორებ, რომ ირანს საშუალება აქვს საქართველოში განახორციელოს საკუთარი ვერსიის, სახელმწიფოებრიობის საკუთარი ვერსიის, ეს ხო ასე ვთქვათ, რელიგიაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, სულიად უნიკალური და ესეთი გაუგებარი მოწყობის სახელმწიფო რეალურად. აი ეს ვერსიის, სახელმწიფოებრივი ვერსიის პროპაგანდა თანამედროვე ამ ირანულ შიზმში ყველა დაღუპული მიჩნეულია შაჰიდად, ანუ მოწამედ. და ეს გამოყავთ მოწამედ. თვითონ ეს რიტუალი არის, ასე ვთქვათ, ეთეთი იმამ ხუსაინის მოწამეობრივი სიკვდილთან დაკავშირებული თვითგვემის რიტუალი და ეს არის სწორედ თეატრალიზებული და ძალიან საინტერესო არის თავისთავად. დღეს უფრო, ასე ვთქვათ, პოლიტიზებული ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა, მაგრამ სად ხდება, ხო? შიიტი აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში ირანელების მიერ აშენებულ და დაფინანსებულ მეჩეთში. აქ კიდევ ერთი მომენტი არის მნიშვნელოვანი, იცით, არსებობდა ათეისტური სახელმწიფო საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ბოლო წლებში რელიგიურმა ფაქტორმა ძალიან წინ წამოიწია, ხო, ეს ქრისტიანობაშიც და შემდეგ ისლამშიც. და ამ დამოუკიდებლობის პერიოდს მოუყმა ეს პროპაგანდისტების
გააქტიურება. ნუ წარმოვიდგენთ, რომ იგივე აზერბაიჯანის მოსახლეობაში მარტო ირანელები არიან, ირანული ფონდები არის მარტო. თურქებიც საკმაოდ აქტიურად დიანეთი საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს, იმიტომ ესეთი მომენტი იყო, იცით, რომ ათეიზმის პირობებში ბერმა ჩვენთან მოქალაქემ არც კი იცოდა ის შიიტი არის თუ სუნიტი არა, მე მუსლიმი ვარ. აი ეს მომენტი არაბული ფონდების თქვათ შემოსვლაც ასე თქვათ არანაკლები ხიფათის შემცველი იყო ეს და ბანკის ხეობის ისტორიები ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი. გადაჯაჭვულია ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის, რომ შეუძლია ირანს ფინანსები ჩადოს იმისთვის, რომ თავისი მომხრეები გაიჩინოს. შეიძლება ინდოქტრინაციის გზით გამოიყვანონ ისეთი ესე ვთქვათ ფიგურები შეიძინონ, რომლებიც ვთქვათ ტერორისტულ საქმიანობაში არიან ჩართულები და ნუ ეს დასტურდება იმ ფაქტებით, რომ როგორც თქვით, საქართველოს მოქალაქეების დაკავება უცხო ქვეყნებში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და რაღაცა განსხვავებისთვის. Слушай, ვირეშმაკობა ალბათ იმ ნაწილში განსაკუთრებით ცხადია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლისთანავე ეთნიკური უმცირესობების, რელიგიური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება, საჯარო განცხადებები იყო საკმაოდ დისკრიმინაციული. თუ გავიხსენებთ რამდენჯერ შეშლია რეალურად ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ხელი იმაში, რომ საკუთარი პრაქტიკა ჩაეტარებინათ, ძალიან ბევრ შემთხვევას ჩამოუთვლით 2012 წლიდან დღემდე. და სახელმწიფოს რეაგირება ყველა ასეთ შემთხვევაში იყო ან გარედან მაყურებლის როლი, ან ხშირ შემთხვევაში წამხალისებელი, ან ხელის დამფარებელი მათთვის, ვინც მაგალითად რელიგიურ უმცირესობებთან რაღაც ძალადობრივი ფორმით მივარდებოდა, ხელს შეუშლიდა ლოცვაში. ეს რაღაც რეალობაა, რომელსაც ქართული ოცნება ან პასიურად უყურებდა, ან ახალისებდა კიდეც. ანუ ერთის მხრივ ეს გვაქვს, მეორეს მხრივ გვაქვს აი სასაცილო კომიკური შემთხვევებით, მაგალითად აი პატარა სოფელი ჭელა, სადაც მინარეთი მოშალეს და იქ მახსოვს იმ პერიოდის კომუნიკაცია როგორ ხდებოდა, რომ ეს ჯერ მიდიხარ ანგრევ, აი ამ ხელ ოპერაცია ჩაატარეს, სადაც უამრავი ჯერ მარტო ტექნიკა იყო იმდენი ჩართული და პოლიციელი იმდენი ჩართული, ხო? აი ამ ხელ ოპერაციას ატარებ, იმიტომ რომ მინარეთი მოშალო და შემდგომ ამბობ, რომ ეს იყო ჯერ თურმე ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილება, მე ამბობ, რომ თურმე რაღაც შემოსავლების სამსახურმა გამოსაძიებლად წაიღო ეს მინარეთი, რომ აი რაღაც საბაჟოზე კოდი არ ემთხვეოდა აი ამ მინარეთის წონას, თუ აი გამოგონილი რაღაცა უცნაური მიზეზები და მე რაღაც პერიოდის მერე უკან აბრუნებენ. ანუ დამოკიდებულება არის დამამცირებელი, დამოკიდებულება არის, რომ ან ხელი შეუშალონ თავად ამ რელიგიური პრაქტიკის ჩატარებას და თან აი რაღაც დისკრიმინაციულადაც განაწყონ, რომ ეს მოსახლეობაშიც მე უკვე დაბრუნებასაც მღელვარება მოყვა, ხო? უკვე მართლმადიდებლურ მოსახლეობაში. ანუ ამ პრობლემას ხელისუფლება მუდმივად ხელს უწყობს და მე მეორე მხრივ, როდესაც რეალური საფრთხე ჩნდება ირანის გავლენის ზრდის და რეალური საფრთხე საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ დროს გამოდის წილსანი და იძახის, რომ რელიგიურ პრაქტიკას ხელი არ უნდა შეუშალოს. ანუ მოქმედებს იმ კონკრეტულ მომენტში არსებული პოლიტიკური მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. რამდენად სწორია ამას დრო განსაზღვრავს. თუმცა ნამდვილად მასია. ქალბატონი კანონმდებლის განცხადება, ნუ, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ერთი ალბათ არ აქვს ინფორმაცია, რომ ასეთი პრობლემა არსებობს, თუმცა სრული შემთხვევაში მას შეუძლია მოიკითხოს და მიიღოს გარკვეული ინფორმაცია. მეორე, აქვს ინფორმაცია, მაგრამ პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე თავს იკავებს, თქვა სიტყვაზე რაღაც უფრო მეტი დეტალების გასაჯაროებისგან და მესამე, გამიზნულად ახდენს დასავლური საინვესტიციო თუ საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა ტიპის პროექტების დისკრედიტაციას, რაც ჯდება ამ ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული რაღაცა პოლიტიკური კურსის კონტექსტში რა და ხდება დასავლური დახმარების, ფონდების, სხვადასხვა პროექტების გამიზნული დისკრედიტაცია და სანაცვლოდ ამ თემის ასე ვთქვათ მიჩუმათება. თითქოს ეს აღარ არის პრობლემა და ასე შემდგომ. თუმცა ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ფლობენ ინფორმაციას, უბრალოდ ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში მაგის საჭიროება არ არის, რომ ვთქვათ საჯაროდ ამაზე ისაუბრონ და რომ ალბათ ოდესაც დადგება ამის საჭიროება, მე ასე ვთქვათ ამოატრიალებენ სიტუაციას და უკვე სხვანაირად დაიწყებენ საუბრს. ნახოთ.
გამოჩნდება. ხოშოს ასევე უცნაურად მეჩვენა, რომ აი ნინო წილოსანის განცხადება, რომ ეს ყველაფერი ამ თემაზე საუბარი, ირანის გავლენაზე საუბარი არის რელიგიის ნაწილში შესვლა, ძალიან გავს, მათ შორის ჩვენ მხარეს მყოფი აზერბაიჯანის თემის წარმომადგენლები, ზოგი მემარცხენე პარტიის და ჯგუფის მიერ გამოთქმული მოსაზრებებთან რაღაც კავშირი არის, ისინიც ამბობენ, რომ ეს რაღაც ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის და რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაციას. ამ ნაწილს როგორ უპასუხებთ? არის მარტივად არის მე მგონი საქმე. აქ საქმე ეხება ადამიანებს, რომელთაც აქვთ სოციალური, სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და ამ პრობლემების გადამწყვეტად გამოდის ირანული მხარე, ხო, რეალურად. ჩვენი სახელმწიფო უნდა გადაწყდეს. აქ არ არის იცით პრობლემა არის ის, რომ როგორ შეიძლება აი დღევანდელი გადმოსახედიდან რაც ირანში ბოლო შიდა პროცესები რაც იყო ესე იგი დახვრიტეს და მოკლეს 8000-დან 35000-მდე ადამიანი ხო მომიტინგე და დღესაც ამ მომიტინგები ვინც არიან დაჭერილები პრაქტიკულად კვირაში ერთხელ ორჯერ სამჯერ სიკვდილით ჟია აქ საკითხი არის რომ რამდენად აი ასეთ რეჟიმთან რამდენად შეიძლება ლაპარაკი იმის შესახებ რომ აი თქვა აჩავედები და აი ეს არის პრობლემა იმიტომ რომ კიდევ იმეორებთ რომ დღევანდელი რეჟიმი ამოვარდნილი არის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებიდან ღმერთმა ქნას ირანში მისაღები რეჟიმი იყოს და თქვა რასაც ნამდვილად იმსახურებს ირანელი ხალხი ნამდვილად ეს რაღაცა ეს ქვეყანა მე საბჭოთა კავშირს მაგონებს საზოგადოება ცალკე არსებობს და ხელისუფლება ცალკე არსებობს და ახლობით აი ესეთი ის არის ადრეთუგვიანეს ანომალიური რეჟიმი ანომალიური წყობა უნდა დასრულდეს რეალურად სოფლიოსთვის გახსნილი ირანი ძალიან ასე ვთქვათ მიმზიდველი იქნება სამხრეთ კავკასიისთვისა და საქართველოსთვისაც ბუნებრივი მაგრამ დღევანდელ ვითარებაში მოცემულობა გვაქვს ასეთი რომ არსებობს რეჟიმი ეს არის სისხლიანი რეჟიმი პირდაპირ ვთქვათ ამ რეჟიმისთვის რა თქმა უნდა შეიძლება იყოს რომ აი ცივი კეთილმოზობლური დამოკიდებულება აზერბაიჯანის შესაქმეში შეიძლება ჩაერიოს ჩემს საქმეში მაგრამ რატომ უნდა ჩაერიოს შენ საქმეში ასე ვთქვათ ხო ეს რეალობა არის ესეთი განცხადებები ხამენეის პორტრეტების გამოფენა რაღაც ამერიკის დაგმობა საქართველოს ტერიტორიიდან და ასე შემდეგ ხო ეს ყველაფერი ვიხილეთ ეს ღიად არის ყველაფერი ხო რაღაც გულისებს მიღმა რა ხდება მე ვერ გეტყვით ნამდვილად ფაქტი არის ეს ყველაზე მარტივი რაც შეიძლება ამ დროს გააკეთო და რასაც ქართული ცნებმა აკეთებდეს და იდეაში მისი მოვალეობა უნდა იყოს ეს რომ სათათბურე პირობები არ შეუქმნას ამ შემთხვევაში რეჟიმს იმისთვის რომ მან აქ ქვეყანაში ჩვენ ქვეყანაში ჩამოყალიბება და განვითარება შეძლოს. როცა ამას არ აკეთებს ელემენტარული რაღაცაა. არა ის რომ შენ სწორ ნაბიჯს გამ ან არიცი რა გააკეთო. შენ გამ ნაბიჯს რომელიც არის საზიანო შენი ქვეყნისთვის და არის ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ რომელიც ამ ქვეყანაში არის და აქვს სურვილი რომ განვითარდეს და გქონდეს ნორმალური ცხოვრება. სარგებელი რომელსაც ეს რეჟიმი იღებს და ამ სარგებლით ვითარდება ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი აღმოიფროს. და მეორე მნიშვნელოვანი არის ის რომ ამ ქვეყანაში არის ინსტიტუტები, არის ინსტიტუტი რომელიც ამ ყველაფერზე უნდა მუშაობდეს. ამ ყველაფერზე უნდა მუშაობდეს, მაგრამ ვერ და არ მუშაობს გამომდინარე იქიდან რომ ქართული ოცნება არ აქვს და არ აძლევს ამის შესაძლებლობას შესაბამისად არის ორიენტირებული იმაზე რომ თავისუფალი აზრი მათ შორის ის აზრი რომელიც ამ შემთხვევაში ირანულ გავლენებს ამხელს ამ ქვეყანაში როგორ ყავს გააჩუმოს როგორ ყავს გააჩეროს დაიწყოს ახალი გამოძიება იმ ადამიანების წინააღმდეგ თუ ეს ყველაფერი შეიძლება თუ ეს მიდგომები შეიძლება თუ ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას ამ შემთხვევაში ირანულ რეჟიმს რო საკუთარი გავლენები გააძლიეროს, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის პრობლემები უფრო და უფრო ნაკლებად იჩენს თავს ეს ერთი და მეორე ჩვენ შეგვეძლება რომ ეს ყველაფერი აღმოფხვროთ. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მოქალაქე, როდესაც ისმენს მუქარას ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან და ამავდროულად ჩვენ ხედავ რომ ამ ქვეყანას გაკეთებული აქვს ძალიან ბევრი ცუდი რაღაც და ამას აკეთებს ორგანიზაციების დახმარებით, რომელიც არსებობს საქართველოში და რომელიც იყვანს ხალხს და შენ ამაზე გონია რომ ეს არის რაღაც რელიგიური საკითხი მხოლოდ და ეს არ არის საკითხი რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას
რეალობას უქმნის პრობლემას, ასე არ ვიცი რა შეიძლება ამას ვწოდოთ, თუ არა არასწორი ხედვა, არასწორი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საბოლოო ჯამში შენ ქვეყანას მიიყვანს იქამდე, რომ ირანული გავლენები არ მხოლოდ გაძლიერდება, არამედ საბოლოო ჯამში შენი ქვეყნის პოლიტიკას შეცვლის არა შენ სასიკეთოდ, არამედ შენი მტერი სახელმწიფო სასიკეთოდ. ძალიან კარგი მაგალითი არის იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთოს ხელისუფლებამ, მაგალითად აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი აზერბაიჯანული მოსახლეობა შიიტია და ამაზე უფრო დაუცველად ესე ვთქვათ მოწყვლადი, ხო, როგორც ახლა უყვათ ხოლმე თქვა, რა შეიძლება იყოს. მაგრამ სინამდვილეში რასაკეთებს აზერბაიჯანის ხელისუფლება წლებია უკვე ის ეპყრობა ირანის გავლენას ძალიან გამორჩეული სიფხიზლით, ძალიან მტკიცე შეწინააღმდეგებით, ძალიან ღია გამოშკარავებებით და რაც თავარია ძალიან კონკრეტული პრაქტიკით, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა ეტაპზე მათ გავლენას. მაგალითად, იმ უნივერსიტეტის სტუდენტები, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელიც საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს, ხო? პირდაპირ მოწვდებიან, როდესაც აზერბაიჯანში ბრუნდებიან, თუ ასეთები არსებობენ. არ არსებობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ირანში დასწავლე ადამიანი გახდეს რელიგიური ლიდერი. მათ მეჩეთებიც დაუხურიათ და ყველა აზერბაიჯანულ ტელევიზიაზე 2 კვირის მანძილზე რო უყუროთ, თქვენ ნახავთ ამბავს, თუ როგორ გამოაშკარავეს ირანის კიდევ ერთი, თქვათ, გეგმა, როგორ მოეხდინა პოლიტიკური გავლენა აი ამ მათი რელიგიური დოქტრინის მიხედვით აზერბაიჯანში. რატომ აკეთებს ხო ამას? იმიტომ რომ მას ძალიან კარგად ესმის აზერბაიჯანის ხელისუფლებას ის თუ სინამდვილეში რა შეიძლება იყოს ირანის ამ პოლიტიკის მიზეზი. და ძალიან კარგად ხედავს იმ რისკებს, რაც არსებობს. ჩვენ სრულად შიიტულ სახელმწიფოზე უფრო მეტი შიიტები ვართ, თავის წილოსანები და ესეთი ადამიანები, ხო ეს სასაცილო. უბრალოდ ძალიან კარგად ესმის ამათ ის საფრთხები, რაც არის და სინამდვილეში ძალიან კარგად ესმოდა ეს ყოველთვის საქართველოშიც ყველას. და მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოხდა ის, რომ ადამიანები დადიან ტერორისტების პოსტერებით და ეს არ გვიკვირს, რადგან ჩვენი პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი ამ ტერორისტებს გვერდით იჯდა. რამდენიმე დღეში რამდენიმე მათგანი ანტიტერორისტულ თავდასხმებს ემსხვერპლა, ხო? და მე მგონი მათ დასაფლავებაზეც უნდათ, მე მგონი ჩასვლა უბრალოდ ალბათ შეეშინდათ და ვერ მოახერხეს. ჩვენ გვინდა უსაფრთხოება და დემოკრატია იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობთ და ორივე ამ დიდ სურვილს ეწინააღმდეგება ირანისნაირი ქვეყნების გავლენა, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში ადამიანს არც უსაფრთხოება აქვს, არც თავისუფალი არჩევანი და რასაკვირველია, რაც არანაირი დემოკრატია. ჩვენ რეალურად გვაქვს საქმე რადიკალიზაციასთან და ასევე რადიკალიზაციის უკიდურეს ფორმასთან, ტერორიზმთან და გვინდა რომ ეს საფრთხე ავიცილოთ თავიდან. არა მხოლოდ ისლამის შემთხვევაში, აი ნებისმიერი სახის რადიკალიზაციის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს სწორი რეაგირება. ერთი რაც შეიძლება გაკეთდეს არის, რომ არსებობდეს ქვეყანაში ინსტიტუტები, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც არიან პარტიისგან დამოუკიდებლები და ისინი შეძლებენ რომ აწარმოონ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მართლაც სახელმწიფო ინტერესში შედის. ამ შემთხვევაში რომ განეიტრალდეს სწორედ ესეთი პრორუსული, ირანული და მსგავსი რეჟიმების და სახელმწიფოების გავლენა, ხოლო უფრო მეტი მჭიდრო კავშირი არსებობდეს დასავლეთთან და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი პირიქით ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის პარალელურად საქართველოს დაკარგა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე ევროკავშირთან კავშირები შეუმცირდა და რეალურად მთლიანად გაწყვეტის ზღვარზეა და ერთ-ერთი საფრთხე არის, რომ ევროკავშირთან შესაძლოა შეწყდეს ვიზა ლიბერალიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ევროკავშირი არ არის ჩართული ამერიკასა და ირანს შორის თუნდაც სამხედრო მიმართულებით და მეტნაკლებად გაემიჯნა ამ მოვლენებს, მიუხედავად ამისა, ევროპამ კარგად იცის, რომ მისთვისაც უდიდესი საფრთხე არის სწორედ ირანის ამ სახით არსებობა და შესაბამისად, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით და იგივე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეხედავს ამ ფაქტორს, აუცილებლად გაითვალისწინებს, იმიტომ რომ საქართველოსთან, როდესაც არის ვიზა მიმოსვლა, იზრდება რისკი, რომ სწორედ ევროპაშიც მოხდეს ასეთი ადამიანების და ჯგუფების ინფილტრაცია. რადიკალიზაციას და ტერორიზმს მათ შორის უნდა ვებრძოლოთ კომპლექსურად, უნდა უზრუნველყოთ ისეთი გარემო, სადაც ეს ადამიანები, მით უმეტეს ახალგაზრდები არ ჩაერთვებიან ამ საქმეში. ეს უნდა მოხდეს როგორც დასაქმებით, ანუ ეკონომიკით, ასე განათლებით და მთლიანად უნდა იყოს ჩართული სახელმწიფოს მრავალი სფერო და სექტორი იმისათვის, რომ ეს საფრთხე ავირიდოთ თავიდან. გარდა ამისა, ამ რადიკალიზაციასთან ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, არსებობს ცალკე გეგმა, ცალკე უსაფრთხოების გეგმა და სწორედ ამ მიმართულებითაც უნდა იზრუნოს საქართველო, ვინაიდან ნამდვილად არის საქართველოში ამისი საფრთხე სხვადასხვა მიმართულებით და უნდა იზრუნოს, რომ არსებობს
არსებობდეს გეგმა, რომელიც პრევენციას მოახდენს სწორედ ამ რადიკალიზაციის და შემდეგ უკვე ტერორისტული დაჯგუფებების მომრავლებას. პირველ რიგში სახელმწიფომ ტრადიციული ისლამის მიმდევრებს ხელი უნდა შეუწყოს, რომ ისინი არ იყვნენ დაჩაგრულები და მათ სრულფასოვნად მიეცეთ თავისი რელიგიური რიტუალების ჩატარების საშუალება ქონდეთ და მართლა რეალურად რასაც რელიგიური აღსარებლობა ჰქვია, თავისუფლად შეძლონ ამ ქვეყანაში განხორციელება თავისი რელიგიური აღსარებლობის, სამაგიეროდ იქ სადაც პოლიტიკური ისლამის კვალი იკვეთება, პოლიტიკური ბრძოლა ასეთ შემთხვევაში და თუ დანაშაული იკვეთება, აუცილებლად მკაცრი ზომების მიღება ასეთი ჯგუფების წინააღმდეგ, ერთის მხრივ ეს არის პრევენცია, რომ ფეხი არ მოიკიდოს ასეთმა ჯგუფებმა საქართველოში, მეორეს მხრივ ჩვენ ფედერალისტები წლებია ვიძახით, რომ აუცილებელი არის ამ ქვეყანაში თვითმმართველობის გაძლიერება და მმართველობის დეკონცენტრაცია. რაც საშუალებას მიცემს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს და მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში მოქალაქეებმა იგრძნონ თავი ამ ქვეყნის თანამესაკუთრეებად, რომ ისინი ამ ქვეყნის შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირებას თვითონ შეძლებენ უკეთესად, ვიდრე ცენტრი შეძლებს და პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა იყოს პირიქით ისეთი მოქალაქეების, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ გრძნობს და ყველანაირად ხელშეწყობა უნდა მოხდეს, რომ ინტეგრირება შეძლონ ამ ადამიანებმა საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოს რეალურად პატრიოტმა ხელისუფალმა ამ ქვეყნისამ. ირანი თავის ჰიბრიდულ აქტივობებს ცდილობს იქ, სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევა. რეალურად, სადაც არსებობს ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, მუსლიმური თემის არასწორი ინტეგრირება და ნაკლები ინტეგრირება საქართველოს სხვა მოსახლეობასთან, სწორედ რომ ამით სარგებლობენ და სწორედ რომ სახელმწიფოს ამოცანა არის გადადგას და შექმნას ისეთი ტიპის პროექტები და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ მუსლიმური თემის ჩართულობა საკუთარი ქვეყნის აღშენებობაში იყოს იმაზე მეტი, თქვაც რაც დღეს არსებობს. მუსლიმურ თემს ჩვენი ქვეყნის აღშენებობაში უდიდესი წვლილი აქვს და პოტენციურად კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს. სწორედ სახელმწიფოს ამოცანაა, სახელმწიფოსი არსებობს სპეციალური, ასე ვთქვათ, სააგენტო, რომელიც ამ თემაზე უნდა მუშაობდეს, არსებობს შესაბამისი სამინისტროები, რომლებიც თომოთ ამოცანა არის შექმნას ეს, ასე ვთქვათ, ჯაჭვური მექანიზმი, რათა ყველა თემის წარმომადგენელს, ყველა უმცირესობას მიეცეს შესაძლებლობა გაიზარდოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს საკუთარი ქვეყნის, იმ ქვეყნის აღშენებლობაში, რომელი ქვეყნის მოქალაქესაც წარმოადგენს. ჩემი პირადი აზრია, რელიგიური განათლების მიღება თუ უნდა კონკრეტულ იქს ადამიანს, მან ჯერ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში უნდა მიიღოს ეს განათლება, მოემზადოს, ნახოს და შემდგომში იფიქროს განვითარებაზე. სწორი სოციალური პროექტები უნდა იყოს, სწორი ჩართულობა უნდა იყოს ქვეყნის აღშენებლობაში და ეს ერთობლიობაში მოგვცემს იმას, რომ ადამიანებს სხვა ქვეყნის სპეციალურ სააგენტოებს, სამსახურებს თუ რელიგიურ ჯგუფებს შეეზღუდებათ სწრაფად და მიზნობრივად, ჭრალებში მიზნობრივად ამ მოსახლეობასთან, თქვათ, მუშაობის შესაძლებლობები. პარალელურად უნდა არსებობდეს სპეციალური, ასე ვთქვათ, აქტივობები. ახლა დასამალი არ არის, რომ სპეცსამსახური მოქმედდეს იქიდან მხრიდან, აქედანაც უნდა მოქმედებდეს სპეცსამსახური თავისი სპეციფიკით, თავისი ტექნიკის გათვალისწინებით, ასე ოპერატიული ტექნიკის გათვალისწინებით და აკეთებდეს გადამზღვევ მოქმედებებს, რათა ხელი შეუშალოს რომელიმე X ქვეყნის სპეციალური სამსახურის აქტივობას კონკრეტულად ამ მიმართულებით. ჩვენი ამოცანა, სახელმწიფოს ამოცანა არის, რომ შევქმნათ მყარი წინაპირობა იმისათვის, რომ ნებისმიერ უმცირესობას ჰქონდეს, თემს ჰქონდეს საკუთარი ქვეყნის აღშენებობაში ეფექტიანი ჩართულობის შესაძლებლობა. ხო, პრინციპში, როდესაც მოსახლეობას ტოვებ ბედის ანაბარად. ხო, ბედის ანაბარად შესაბამისი განათლების გარეშე ხელმისაწვდომი არ არის მისთვის ეს. ხელმისაწვდომი არ არის ბევრი სერვისი, სახელმწიფო სერვისი, ენის არასრულყოფილად ცოდნის გამო იქ სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა დავალია. ასევე ბევრი სხვა სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონსაც ახასიათებს, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მოწყვლად ხდის მოსახლეობას, როდესაც შენ სახელმწიფო არ ხარ რეგიონში, ბუნებრივია, რომ სხვა სახელმწიფო იქ შემოვიდეს, როცა ამის ინტერესი არსებობს. აი რა უნდა გააკეთოს ჩვენმა სახელმწიფომ იმისთვის, რომ აი ამ პრობლემას უშველოს. ბევრი სტუდენტი მყავს აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები, აჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან სხვათა შორის და ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან.
ძალიან თბილი ურთიერთობები აქვს. პრობლემები აქვს ამ ახალგაზრდებს. მით უმეტეს აი დღეს თქვათ იგივე რეფორმის შედეგად მათ რაღაც საშუალებები მომავალში წაერთმევათ იგივე თქვათ ენების კურსების ერთი წელი განათლების და რაღაცა პრობლემები შეექმნებათ და აი ამ ახალგაზრდებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეთ. მე რელიგია არის ინდივიდუალური საკითხი და უნდა ჩაერიო ელემენტარულად და არც სხვა უნდა მოგახვიოს რაღაცა შენ თავზე და აი ეს პრობლემური არის, როდესაც აი ხედავ თუ თავს მოხვეული არის გადაძალის მიერ რაღაცეები ხო ჩვენ სინამდვილეში. აი ესეც ვითარებაში ვასწრებობ. თან არ ახალია ეს ყველაფერი, ანუ რეალურად თეირანი ასეთი ტიპის მოქმედებას დიდი ხანი ახორციელებს. სხვა ქვეყნებში, კერძოდ ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანში ეს შეზღუდულია ირანელი თქვა პროპაგანდისტები არ შევიდნენ საქართველოსდან აზერბაიჯანში ძალიან მკაცრად არის ეს დაყენებული აზერბაიჯანში. ხო, ანუ პოლიტიკური რადიკალური ისლამის საფრთხეს აზერბაიჯანი აღიქვამს და ებრძვის მას ეფექტურად. კი, მრავალი წლის განმავლობაში და საკმაოდ დიდი დარტყმების რისკები არსებობდა კონკრეტულად აზერბაიჯანთან მიმართებაში. ზოგი საჯარო, ზოგი არასაჯარო და აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი ის სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების კონტექსტში, რომელთანაც სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება საინტერესოდ და თქვათ გრძელვადიანად თანამშრომლობა. ისინი სწორად ხედავენ, სწორად აღიქვამენ იმ პრობლემას, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ამ კონტექსტში თეირანიდან და შესაბამისად მათთან ჩვენი გეთილმეზობლური სტრატეგიული თანამშრომლობის გათვალისწინებით ამ მიმართულებით შეიძლება თანამშრომლობის გაფართოება და გაზრდა. და საკმაოდ საინტერესოც იქნება. პარალელურად ვინაიდან თანამშრომლობის თემა შევეხე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასავლელ პარტნიორებთან ამ საკითხში თანამშრომლობა. ეს ერთი მხრივ ჩვენი სახელმწიფოს ქმედუნარიანობას და თქვა დასავლელ პარტნიორებში ჩვენი ნდობის ამაღლების კომპონენტი იქნება ერთი მხრივ და მეორე მხრივ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობის უზრუნველყოფი ერთ-ერთი მექანიზმი. ვინაიდან ასეთ ტიპის გამოწვევები მუდმივად იქნება, განურჩევლად იმისა, ზოგადად თქვა როგორ განვითარდება პროცესები რეგიონში, ირანს ყოველთვის ექნება ინტერესი, რომ საკუთარი პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური ინტერესები განახორციელოს სამეზობლო ქვეყნებში, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ირანი ამ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასე თქვა, კრიზისულ ფორს-მაჟორულ რეჟიმში მოქმედებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დანაკლისები, რაც მიმდინარე თვეებში მან განიცადა, რამენაირად დააბალანსო სხვა ძალებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. აქ დასავლელ პარტნიორებთან რეგიონული თანამშრომლობის გარეშე საქართველოს ამ ამოცანების გადაწყვეტას პრაქტიკულად ვერ შეძლებს. საკუთარი რესურსებით ასეთი ტიპის ამოცანების გადაწყვეტა წარმოუდგენელი. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სპეცსამსახურების ან სპეციფიური ორგანიზაციების გადასაწყვეტი. აქ არის კომპლექსური მიდგომა საჭირო, აქ არის განათლება, სოციალურ-კულტურული პროექტები, სახელმწიფოს აღმშენებლობაში, კიდევ ერთხელ ვეთქვი, სახელმწიფოს აღმშენებლობაში ამ თემის აქტიური ჩართვა. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი მათ ძალიან ბევრი რამე აქვთ გაკეთებული საქართველოს განვითარებისათვის. ხო, ბედის არანაბარა არ უნდა იყოს აუცილებლად, რა თქმა უნდა, არ უნდა. მიტოვებული მე ეკლესიას ეშმაკები ეპატრონები. ეს ეგრეა. ეხლა ჩვენ ვუყურებთ ასევე პოლიტიკოსების ვერსიებს გამოსავალთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს აი ამ პრობლემის შესამცირებლად რეგიონში. საუბარი იყო ასევე განათლების თემაზე, რომ აი განათლების მიმართულებით სახელმწიფო უფრო აქტიური იყოს, საუბარი იყო იმაზე, რომ სოციო-ეკონომიკური პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო უფრო აქტიური იყოს, რომ იქ ნაკლებად მოწყვლადი იყოს ადამიანები უცხოური ძალების მიმართ და ასევე იყო საუბარი მართლობის დეკონცენტრაციის მოდელზე, როდესაც ადგილზე ადამიანებს მართვაში მეტი ჩართულობა აქვს და შესაბამისად თავიანთი თავის ბატონ-პატრონი როცა მეტად არიან, ნაკლებად არიან გავლენით ქვეშ სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ალბათ გვეტყვიან, რომ თვითმმართველობის გაძლიერება ამ კუთხით, როცა ადგილზე ადამიანს მეტი ძალაუფლება აქვს, შეიძლება სეპარაციის ან მსგავსი სახის საფრთხეებსაც იწვევდეს. აი თქვენი აზრით აი ეს ვცადოთ და იქნება არ გამოიწვიოს ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან არავითარი სეპარაციის საფრთხე არ იქნება თუ ადამიანები ნორმალურად იცხოვრებენ და რაც თავი არის ამომწურავად თქვით თქვენ სრულფასოვანი ინტეგრირება დიახ საზოგადოებაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ მეორე მე სტუდენტების მაგალითზე ვატყობ, რომ რაღაც დიდი ნაწილი უკვე
კარგად არის ინტეგრირებული, რაღაც ნაწილს ჯერ პრობლემები აქვს, მაგრამ ამ დიდ ნაწილსაც, ესე ვთქვათ, მთლიანად უცხოობის შეგრძნება არ აქვს მოხსნილი და ეს გამომდინარეობს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოდანაც და საზოგადოებიდანაც. ბევრი რაღაცა საზოგადოებაშიც არის შესაძლებელი. სწორედ ჩვენ მოქალაქეებს მეტად უნდა ვენდოთ. ალბათ ეგ უნდა იყოს გამიჯნული, რომ აი შეიძლება ინდივიდუალურად კონკრეტული ადამიანი მაგალითად ვიღაცასთან დაკავშირებული იყოს, რომელიც სახელმწიფოსთვის საფრთხე იყოს და იმას უნდა მიხედოს მაშინ სპეციალურად. ეგ ინდივიდუალური შემთხვევაა, ეს უნდა გაიმიჯნოს რეალური. მოქალაქეებს უნდა ენდობოდე, რომ ის შენი მოქალაქე ჯერ თავის პრობლემაზე უფრო მეტად და უკეთ იცის რა აქვს მოსაგვარებელი ადგილზე და მე ამას უფრო ეფექტურად მოაგვარებს, როცა თვითონ იქნება მეტად წარმოდგენილი. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ ეს როგორც გამოწვევა, პრობლემა და საკითხი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ადეკვატურად შეფასებული. შემდგომში უნდა განისაზღვროს რა ტიპის ნაბიჯებია გადასადგმელი, დაწყებული თქვა სპეცსამსახურების დონიდან დასრულებული წრეზე, კვლავ სპეცსამსახურებით, განათლება, კულტურა, ეკონომიკა და ასე შემდეგ. ამ საკითხების გადაწყვეტა ეს ხო ვერ მოხდება ერთ დღეში, ეს მოიცავს რაღაცა წლებს, თვეებს და ასე შემდეგ. ნელ-ნელა მიგვიყვანს იქ შედეგამდე, რომ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე თანაბრად იგრძნობს თავს საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილედ. აქედან გამომდინარე, არც სეპარაციის პრობლემა არ იქნება, არც სხვა ტიპის პრობლემები არ იქნება. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ მას აქვს პოტენციალი საკუთარი ქვეყანა ააშენოს საკუთარი ხელით, საკუთარი შვილისთვის. შესაბამისად გამორიცხულია, რომ ადამიანს უნდადეს მაინც და მაინც ბოროტების და რაღაცა უბედურების გაკეთება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ის სწორი მექანიზმი, ჯერ პრობლემა დაინახოს და შემდგომში ადეკვატური სწორი მექანიზმი შექმნას, რათა თითოეულ მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა თავისი მის მიერ არჩეული პროფესიის თუ ხედვის თუ რა ვიცი რაც უნდა იმის მიხედვით. ხო, რეალურად ხა საზოგადოებასაც ჯამში ბევრი გამოწვევა გვაქვს და დისკრიმინაცია რაც ჩვენთან რეალურად არსებობს. ეგეც პრობლემაა, ხო? ჩვენ საზოგადოება ჯერ არ მისულართ იმ დონემდე, რომ მრავალფეროვნება საფრთხედ არ აღვქვათ და მრავალფეროვნება პირიქით აღვქვათ სიძლიერედ. დროის ამბავია და როდესაც საზოგადოება სახელმწიფო ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებს, მაშინ მივიღებთ შედეგს. როდესაც სახელმწიფო როგორც პრობლემას უგულებელყოფს და ამბობს, რომ ეს არ არის პრობლემა და თავისით მოგვერდება, ან რა ვიცი, საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, მაშინ მოქალაქეც ვეღარ ხედავს ამას, ანუ რა ქნას, რა გააკეთოს, და იწყებს დამოუკიდებელ მოქმედებას და ეს დამღუპველია. ამიტომ უნდა იყოს სისტემური მიდგომა. და პირველი ალბათ ისე განათლებაა რა, განათლებიდან ვიწყებს. აქედან თავარი არის განათლება. კი ბატონო. ბევრჯერ შემხვედრია ჩვენი აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებისგან, რომ აი მეორე ხარისხოვანი მოქალაქეებად გვექცევიან და ეს ახლა ძალიან ცხადი და რეალური პრობლემაა. ნუ სხვა თემაა ასევე რომ მეორე ხარისხოვან მოქალაქედ ექცევიან ამ ქვეყანაში ყველას, ვინც კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურაში არ ზის. სიტყვის თავისუფლებაც არ გვაქვს, ხო, გარანტირებული აქვს და ძალიან ხუჩაში დგომის გამო შეიძლება დაგიჭირონ. ანუ ეს რომ მოქალაქე ჩვენთან ძალიან სუსტია და რაღაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს ზედმეტად დაუბალანსებელი ძალაუფლება და ჩაგრავს და ჭკლეთს მოქალაქეს. ამას ალბათ კიდე სხვა პლასტირი ემატება ეთნიკური უმცირესობის სახით, რომ იმ ეთნიკურ უმცირესობას გარდა იმისა, რომ სახელმწიფო პრესავს, არ აქვს ასევე მხარდაჭერა საზოგადოებისგანაც. და კიდევ უფრო ორმაგად დაპრესულ მდგომარეობაში. როცა ჩვენ საუბრობთ კომპლექსურ მიდგომაზე, ყველა მხარის განათლების მომზადებაზე და თქვა განათლების გაფართოებაზე და მისი თვალსაწირის გაფართოებაზეა საუბარი. ამიტომაც არის რომ პირველი ნახოთ პრობლემა და დავინახოთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საკითხების გადაწყვეტის გზები. ეს არის საზოგადოების ამოცანა და ეს არის ხელისუფლების ამოცანა და თითოეული მოქალაქე უნდა მიუდგეს ამას სახელმწიფოებრივად ამ საკითხის გადაწყვეტას. ბუნებრივი ინდივიდუალური შემთხვევები იქნება ალბათ ყველგან ხდება, ცივილურ სამყაროშიც ხდება, მაგრამ ინდივიდუალურმა შემთხვევებმა არ უნდა მოახდინონ გავლენა ზოგად მიდგომებს. თითოეული ჩვენი ინდივიდის ვალდებულებაა, რომ ეს მის ცნობიერში, ქვეცნობიერში დაიმკვიდროს ეს პრაქტიკა და ცოდნა, რომ ჩვენ ვართ ყველანი თანაბარი. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილე სუბიექტები და ჩვენი ვალია ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო.